კრაფუსი, ელენე ხოშტარია, რომან გოცირიძე, ნიკა მელია, გიორგი ტუღუში, ოთო კახიძე, სალომე სამადაშვილი, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე. ასეთი გახდათ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ათეული. ჩვენ ამ ათეულიდან მეხუთე ნომერთან გვაქვს დღეს შეკითხვები შტაბის უფროს ნიკა მელიასთან. ის გვეყოლება ახლა პირდაპირ ხაზზე. საღამოშიდობისებად ნიკა, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. პირველ რიგში უბრალოდ მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ. არ ვიცი გესმოდათ თუ არა თქვენი კონკურენტის მომართვა, მან თქვა ირაკლი სესიაშვილმა ცოტა ხნის ჩვენს ეთერში, რომ თქვენ პროვოკაციული მეთოდებით მართავდით ქვეყანას და ახლაც ოპოზიციაშიც ზუსტად იგივე მეთოდებს იყენებთ, ვინაიდან ვერ მოახერხეთ ტრანსფორმაცია. და სრული, ასე ვთქვათ, ფანტაზია ის, რომ თქვენ შესაძლოა ხელისუფლებაში დაბრუნდეთ, ან ასე ვთქვათ, დიდი დოზით მოხვიდეთ პარლამენტში. გააქვთ პასუხი? კი ბატონო. ასე, დიახ, მაქვს პასუხი, რა თქმა უნდა, ეხლა 2012 წლამდე რამდენიმე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი დაახლოებით ერთ-ერთი საუბრობდა, რასაც ეხლა ბატონი საუბრობდა, თვალსაჩინო სესიაშვილი, მე აქ ვიკითხე, ვინ საუბრობს, ხო? რომ გამორიცხულია, დაცინოდა ოპონენტს, დაცინოდა ოპოზიციურ სხვადასხვა პარტიებს და სიმართლე გითხრათ, მაშინ ახლა პოლიტიკაში არ ვიყავი, თუმცა ვიყავი საჯარო მოხელე და ტელევიზორს ახლა ვუყურებდი, როგორც ახლა ჩვეულებრივი მოქალაქე და აშკარად მოწყვეტილი იყო რეალობას აი იმ რამდენიმე დეპუტატის, ასე თქვათ, ეს ნარატივი. დღესაც და შედეგი ვიხილეთ, ხო, რომელი მოგაგონათ სესიაშვილმა, ახლა სესიაშვილს უსმენდით, ვინ მოგაგონათ ნაციონალური მოძრაობიდან, შეგიძლიათ დავიკონკრეტოთ? 2012 წლის 1 ოქტომბერს სამწუხაროდ ამის ნაკლებობა არ იყო წინა ხელისუფლების დროს. ასეთი დეპუტატების, რომლებიც შავზე იძახდნენ თეთრს. მართლა გეუბნებით, გულობთ ადამიანზე. მაგალითად, ბატონი ნიკა. ეხლაც საუბრობთ. ამით თავში სხვათა შორის, ვინდა სიამაყით გითხრათ, ჩემ და მართავს გვრის სიამოვნებას, ის დეპუტატები, რომელსაც მე ხა გულისხმობ, დღეს არ არიან ჩვენს რიგებში და მით უმეტეს, რა თქმა უნდა, სიაში. მეტიც ისინი რამდენიმე მათგანი დღეს ქართულ ოცნებაში არიან ირიბად, აპირდაპირ მაჟორიტარული წესით იყვიან კეჭ სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში და როგორ უნდა გავცე ბატონ სესიაშვილს პასუხი ამაზე უკეთესად. პარალელი გავავლე ისევ წინა ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატთან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეხლა მესმის მისიც ეხლა რა სიტყვის ეხლა სესიაშვილი თქვენთან ეხლა მოვიდოდა ქართული ოცნების წარმომადგენელი ნებისმიერი დაждდებოდა ეთერში და გეტყოდათ, იცით რა, აი წავაგებთ. რა თქმა უნდა, ამ ნარატივს განავითარებენ 30 დღის განმავლობაში, მაგრამ რეალობა ხომ სხვა არის. თქვენც ხო ჩემზე კარგად იცით, რა ხდება დღეს, რა ხდებოდა წლების წინ, რა განწყობა. მე აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ იმას, რომ ქართული ოცნება დარჩება ხელისუფლებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი გადავა ოპოზიციაში ოქტომბრის თვეში და დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ემპირიულად გეუბნებით, ადამიანებთან მაქვს შეხვედრა ყოველდღიურად, კარდაკას ვაკეთებ პირადად. არასელექციურად შევდივარ ოჯახებში და განწყობას ხედავ და ვადარებ 2014 წლის ჩემს კამპანიას თბილისში. და ეხლა არაფოლოდ თბილისში და მახსოვს თუნდაც 2014 წლის განწყობები, როდესაც მაშინ გქონდათ იმედი მოსახლეობას ჯერ კიდევ ივანიშვილის და ახლა 2016 წელს, როდესაც ვართ და ვადარებთ 2 წლის წინადე კამპანიას, ცადა დედამიწა უზარმაზარი კონტრასტია. და რა გამოიწვია ეს კონტრასტი? უიმედობა, უპერსპექტივობა, კეთილსახიერი ნიღაბი ჩამოხსნილი აქვს ბატონ ივანიშვილს და იმედი ხვალინდელი დღის და რწმენა უკეთესი ხვალინდელი საქართველოსი ქართული ოცნების ხარდაჭერებსაც კი არ აქვს. ერთადერთი მოტივირებული ჯგუფი არის ქართული ოცნების ის ჯგუფი, რომელიც მუშაობს საჯარო სამსახურებში, ნათესავე ბიძაშვილები. და შეგახსენებთ ასეთი რაოდენობა მათი გაიზარდა 2012 წლამდე 1000 საჯარო მოხელე იყო დასაქმებული საქართველოში და ვფიქრობ, რომ მაშინაც იყო ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში განსაკუთრებით გაბერილი შტატები, მაგრამ 100000 იყო. ეს 4 წლის თავზე ივანიშვილის მილიარდელი ივანიშვილის ასე თქვა პირობებში 115000 საჯარო მოხელია. ანუ 14000 მეტი საჯარო მოხელი ყავს დღეს საქართველოს 2016 წელს ვიდრე 2012 წელს. და აი ამათი იმედი აქვს ეხლა აი ბატონს ვინც ყავდათ ეხლა თუ სტუდიაში და ქართულ ოცნებას, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ იქნება საკმარისი. რესურსი აქვს და აიღებენ რა თქმა უნდა გარკვეულ ხმებს
ქართული ოცნება როგორც პარტია, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ იქნება საკმარის არა იმიტომ რომ მე მინდა უბრალოდ ეს სიტუაცია და ეს მე მაქვს ერთი შეკითხვა თუ შეიძლება კითხვას დავსვამ თუ შეიძლება თქვენ ათეული ნახეთ ისევე როგორც ჩვენ დღეს აი ამ თქვენი მთავარი კონკურენტის და სახელმწიფო პარტიის მაინტერესებს სიახლე მეტი ნახეთ მასში თუ არა ვიდრე თქვენ საკუთარ სიაში პრინციპში ამბიცია რომ თქვენ გექნებოდათ რაღაცა მთლიანად ახალი სია ეგრეთ წოდებული ახალი სახეებით დაკომპლექტებული პირველებს ჰქონდათ თქვენ მაგრამ გაჯობათ თუ არა ამაში ქართულმა ოცნებამ იცით რა თქმა უნდა მე წავიკითხე ნახე ის შემადგენლობა რამდენიმე მათგანს მე პირადად ვიცნობ უბრალოდ წინა ჩემი ცხოვრებიდან მაშინ სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი უბრალოდ აი თბილისიდან სხვადასხვა უბრალოდ საქმიანი ურთიერთობიდან იუსტიციის სამინისტროში მუშაობდი და რამდენიმე მათგანი უბრალოდ მაშინ დავახსოვდა აღვიდგინე მაგრამ პოლიტიკურად ვინმეს რამეს თუ ეუბნება ეხა ეს ამ ადამიანის გვარები და სახელი უმრავლესობა მათგანის ხო მე ვფიქრობ ამაში ალბათ ყველა დამოკიდებული. მოკლედ გამოდის ბატონ ნიკა რომ თქვენი სიახლე არის პოზიტიური და ოცნების სიახლე არის ნეგატიური. ასე გამოდის ხო? არა მე არ მithქვი რომ ნეგატიურია რატომ აწერეთ. ან უფერული მოდი ასე. ნეგატიური პირიქით ვიცნობ რამდენიმე მათგანს უბრალოდ ჩემი აზრით ჩვენი ათეული სიის და ქართული ოცნების ათეული თუ ათეულზე მესაუბრებით ხო რა თქმა უნდა განსხვავდება და რითი განსხვავდება გამოცდილებით და კვალიფიკაციით და პირველ რიგში პრინციპულობით ადამიანები არიან თავმოყრილი ამ ათეულში რომელსაც შეუძლიათ თქმა იმისა რასაც ფიქრობენ პარტიის შიგნითაც შტაბის ხდომაზეც და მე მთავრობის ხდომაზეც და ქართული ოცნების სიაში წარმოდგენილი ადამიანები რომლებსაც უბრალოდ არანაირი წარსული პოლიტიკური არ აქვთ პოლიტიკურად თვითმყოფადი ადამიანები ისინი ვერ იქნებიან და რა თქმა უნდა როდესაც ისინი იждდებიან ოთახში თუნდაც ოცნები იყვნენ ბიზინა ივანიშვილთან იმ ოთახში იждდება მხოლოდ ბიზინა ივანიშვილი ჩემი აზრით გარდა კვალიფიკაციის და კომპეტენციის გადახედეთ ხო ჩვენსია დაწყებული დათო ბაქრაძით გაგრძელებული სანდრა რულოვსით ელენე ხოშტარია გიორგი ტუღუში ოტო კახიძე ირაკლი აბესაძე სერგი კაპანაძე სალომე სამადაშვილი სერგო რატიანი ანუ მართლაც ამ ადამიანებს წარმატებები ბევრი ქონია წარმატებული ყველა არის წარმატებული თავთავიან სფეროში ეხლა თქვენ მითხარით უბრალოდ რომელი ქართული ოცნებიდან არის ასე ვთქვათ ფიგურანტი სიის იმ დაგვარი წარმატებული და კვალიფიკაციის მქონე როგორც ჩემის აზრით ჩვენ მოვახერხეთ და წავადგინეთ ამიტომ გონია რომ ამ არჩევნებში სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკვე არჩევანს გააკეთებს სწორედ კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა არჩევანს გააკეთებს სწორედ ასეთ გუნდზე და არა უბრალოდ რომ იცი რა აი ეს არ მიყვარს აი ეს არ მოწონს მაგრამ ის უფრო მეტად არ მოწონს და იმის ჯინაზე ამას მიცემ ხმას როგორც იყო 2012 წლის არჩევნებზე როგორც იყო მანამდე წინა არჩევნებზე და თითქმის ყველა არჩევნებზე ეხლა საღი გონით და ცივი გონებით გაკეთდება არჩევანი მე ამაში დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ქვეყანაში არის უიმედობის განცდა და უიმედობას ეხლა ბოლომდე ხომ არ უნდა დაკანონება ამ ქვეყანაში უნდა მომავლის ხედვა ნათელი პერსპექტივა სადაც პენსიონერს ექნება ღირსეული ცხოვრება უფროსთაობას ექნება ღირსეული ცხოვრების სტანდარტი ახალგაზრდა სტუდენტს ექნება ღირსეული სტუდენტური სამყარო და ამ ყველაფერს ჩემის აზრით არათავდაბლურად სთავაზობს განახლებული ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ საკუთარი ცხვირი გვაქვს მithmuli კედელზე შესწავლებზე ზუსტად ვიცით რა უნდა ვაკეთოთ და ზუსტად ვიცით რა არ უნდა ვაკეთოთ მაგრამ ყველაზე მეტად ჩემის აზრით ამ ტიპის სახელმწიფოში ჯერ კიდევ სადაც ყიფი არის ასე ვთქვათ ხელისუფლებაში მოხვედრის შემდეგ დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების ასე ვთქვათ ერთგულება მათი ასე ვთქვათ პრინციპულობა ჩემის აზრით მნიშვნელოვანია ამ ადამიანს შეუძლია თუ არა გაუწიოს წინააღმდეგობა გუნდის მაგალითად ლიდერს შეუძლია თუ არა შეეწინააღმდეგოს შეუძლია თუ არა არ დაეთანხმოს ამ ათეულში არის ის ადამიანები წარმოდგენილი ვისაც დამერწმუნდით არათუ შეუძლია მეტიც ურჩიოს გუნდის ლიდერსაც მის ხელმძღვანელსაც საჯარო სამსახურში და ქართულ ოცნებაში ფიქრობ წარმოდგენილი ადამიანები რომლებსაც სულ და მიუხედავად უბრალოდ შანსიც კი არ აქვს შეეწინააღმდეგონ
ბატონ ივანიშვილს. დიახ, მადლობა. მადლობა ნიკა მელიას ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, რომელიც პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ჩვენ ახლა თავისუფალი დემოკრატების მივდივართ, მის წარმომადგენელი სტუდიაშია, თუმცა მანამდე ათეული, რომელიც წარმოადგენდა ალსანიას გუნდმა, პირველი ნომერი ბუნებრივი არის ირაკლი